დღევანდელი გადაცემის მთავარი თემა ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრადიციული მცენარეული კულტურა იქნება. მივხვდით ალბათ, რომ ვაზია საუბარი. მართალია რთველამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ იმისთვის, რომ შემოდგომაზე ბარაქიანი მოსავალი მივიღოთ, ვენახს მოვლა მთელი წლის განმავლობაში სჭირდება. ვაზისთვის აუცილებელ აგროღონისძიებებზე დღეს ფერმერი ფარნავაზ ნატროშვილი გვესაუბრება, რომელსაც სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში ვესტუმრეთ. გამარჯობა, ბატონო ფარნავაზ. გამარჯობათ. აგრეთ სხვაში ხართ, ხო? მოგეხმარებით მეც, ოღონ ჯერ მასწავლეთ, რომ არ გაგიწევთ. ბატონო, ეს მაგრატელი დაიკავეთ. აჰა, მაგრატელი სამუშაო იარაღიც მაქვს. მომავალ წელში რომ უკეთესი მოსავალი მოგწეს და ხარისხიანი, ამიტომ ვაც რაც ზედმეტი ყლორტები აქვს უნდა შევაცალოთ, დავტოვოთ იმდენი კვირტი, რამდენის გაზდაც და გამოყვებაც შეუძლიან მის ფესვთა სისტემას. ესე იგი თვითეულ ვაზი ინდივიდუალურად უნდა გასხლა, როგორი სიძლიერის არის, იმის მიხედვით უნდა მოახდინო დატვირთვა. საშუალოდ ერთ ვაზზე უნდა დატოვო 40-50 კვირტი ვაზის სიმძლავრის მიხედვით. მომავალ წელში უკეთესი და ხარისხიანი მოსავალი მოგწეს. და ეს ახლა უნდა გადავთვალოთ კვირტები თუ როგორ? არა, არ გადავთვლით. მე დაახლოებით უკვე ვიცი, რომ შევხედავ ვას, უკვე ვიცი, რომ რამდენი როგორ უნდა დავტოვო და რა დავტოვო. მე ვარ ვიცი, მომიწევს გადავთვალოთ. თქვენ რო არ იცით, ეხლა შეგასწავლით. კაი, მე გადავთვლი ხოლმე ხა, რომ არ გაგიფუჭოთ მაგას. არა, გადათვლა არ უნდა. მე გეტყვი სად უნდა მოვაჭრო და პირველ რიგში ვაზზე უნდა შეარჩიო ის რქა, რომელიც მომავალ წელში ყურძენი უნდა მოგწეს. აი მე ამ ვაზზე შევარჩიე, აი ეს რქა. აი ეს რქა. ამავე რქაზე ვტოვებთ ნეკს. ნეკი რას ქვიან? ეს არის სამამულე. ამან მომავალ წელში ყურძენი კი არ უნდა მოგწეს. 2016 წლისთვის უნდა გაგვიზარდოს აი ესეთი რქა. აჰა. და მომავალ წელში რო გავსხლავ, აი აქ შევაჭრი და ამაზე დავტოვებ, ეს მოგწემს აი ესეთ ყლორტებს. ეს იქნება ესე იგი სამამულე, ეს იქნება სანაყოფე. გასხლა რა პერიოდში ამ დროს ხდება და კიდევ ხდება? გასხლა შეიძლება შემოდგომიდან, როცა ფოთოლი ჩვენა დამთავრდება. ამ პერიოდში უკვე ვაზი არის დაზამთრებული. რაც მიწის ზემოთ ენერგია აქვს ვას მიდის ფესვთა სისტემაში დაბლა და ესე იგი აქედან მოწრე უკვე შეიძლება. ცოტა ადრე გასხლა საზიანოა, იმიტომ რომ ჯერ ნაყოფი ისა საკვები ნივთიერებები ჯერ მაღლა არის. უნდა წავიდეს დაბლა. ვაზი იგივე ცოცხალი არსებაა. სუნთქავს კიდეც, იკვებება კიდეც და წყალსაც და საკვებასაც ღებულობს. ლაპარაკი არ იცის, დანარჩენი ცოცხალიც. ყველა ოპერაციას ასრულებს. ტირილი ხო იცის? ხო, ტირილიც იცის. ეხლა ალბათ თუ მივხვდები, ეხლა მე აი იგივე რაც ამიხსენით. ესე იგი, აქ არის ამოსული 2 ცალი. ესე იგი, ეს რო დავტოვოთ მომავალი წლისთვის და ეს რო გადავჭრათ, თუ პირიქით. ეს სულ მოაჭერი, იმიტომ რომ სუსტია ძალიან. ესა? დაბლითა სულ მოაცილე. ესე იგი, მოაცილე. დიახ. ეს დატოვე რო ვთქვით სამამულეთ, აი აქ ორ კვირტზე. აი აქ. ორ კვირტზე. ნუ აი ეს კიდე მიეცი სანაყოფე, ცოტა სუსტია, მაგრამ აი ეს კიდე მიეცი სანაყოფე. ეს რამდენზე გადავჭრა? აი, დაახლოებით აი აქ გადაჭერი. აი აქა? ხო, გადაჭერი. აგერ რამდენი კვირტი გამოგვიდა? 1 2 3 4 ასეთ დატოვებ ერთ რამოდენმეს და გამოგივა დაახლოებით 30 35 40 კვირტი. ეს მოაჭერია აქ, ეს ზედმეტია უკვე აღარ მჭირდება. ეს ზედმეტი. აი აქ მოაჭერი. აი, ხო? ხო, კარგია. თქვენ სულ რამდენი გაქვთ ფართობი? მე მაქვს 1 ჰექტარი. 1 ჰექტარი, ხო? დიახ. და ეხლა ეს რამდენი წლის ვაზია? ეს არის 16 წლის. 16 წლის ვაზი, კაცითელი, ხო? კაცითელია, კი. სხვა ჯიშები არ აქვს? ჩვენთან არა, საფერავი არ მინდის, საფერავს უნდა სარწყავი და ჩვენ სარწყავი არ აქვს. ეს უნდა გამოვაშოროთ. აი აქ უნდა დავაგროვოთ. არ მოხდეს. ხო, აი აქ უნდა დავაგროვოთ. მე დავკონავ და გავიტანთ, ეგ არის წალამი, მაგაზე შევწავ წვაც. კი, ეს საჭირო რაღაცაა. ეგაც საჭირო კი არა აუცილებელი. აუცილებელი, კი. კახეთში. ძალიან. კიდე რა აგროღონისძიებები ჭირდება, ბატონო ფარნავაზ? აი, ესე იგი, გაზაფხულზე დასჭირდება დაკავება. აი ეს უნდა მიაბა. ეს უნდა მიაბა და აი ეს უნდა გადააკავო, რომ აი ეს დამული რო იყო. მე ყურძენს რომ მოისხავს, დამაგრებული იყოს. რო არ ჩამოწვიდეს, დამაგრებული იყოს. გარდა მაგისა, ქარმა არ მოტეხოს,
მერე წამლობის დროს ტექნიკა ეგ რა პერიოდში უკეთებთ ამ დაკავებას? და გაზაფხულზე, ესე მარტის. მარტის დასაწყისში, თებერვლის ბოლოს, აპრილამდე. ხდება დაკავება. დაკავების შემდეგ მოდის ფურჩნა. ეგ რა არის? ფურჩნა რა არის? ეხლა ამოიტანს ძალიან ბევრ ყლორტებს. და რაც ზედმეტი ყლორტი იქნება, უნდა მოვაცილო. ხოლო დატო ის, რომელსაც აქვს ხურძენი და აი ამ კვირტს, რომელსაც აქვს ქვიან უკვე სამამულე, ამაზე ორი კვირტი უნდა დატო, დანარჩენი ზედმეტები რაც იქნება გააყრეინო. ესე იგი ვაზი უნდა განტვირთო, რაც შეიძლება ზედმეტი მოვაცილო. რომ ზედმეტი ეცილება წყალში, საკვებ ნივთიერებებში და შემდეგ და ყურძენი დარჩება სუსტი, ვაზი დარჩება სუსტი. ზედმეტი რაც იქნება, უნდა შეაცალო. ეს ფურჩნა მაღაზია. მერე მოდის სწავლობა. შეწამლავს სწავლით ძირითადად ჭრაკზე და ნაცარზე. ჭრაკით და ნაცარით არის სოკოვანი დაავადება. წელიწადში დაახლოებით 6-ჯერ ან 7-ჯერ ავწამლით აი ორივე დაავადებაზე და მერე ბოლო სწავლებაზე შეიძლება დაარღვევოს ციდამპლის საწინააღმდეგო პრეპარატით. რო არ დალპეს ხურძენი. ეხლა შენ რას გააკეთე? ამაზე? დიახ. ამაზე რას გავაკეთებ და ამას დავტოვებ სამამულეთ და ამას დავტოვებ 1-12-ზე. მე ვენახე ხარ ნამდვილი უკვე. აი გავარტყი. პროფესიონალი მე ვენახე ხარ. ორ კვირტზე ეს არ ითვლება, ხო? ხო, ეგ არის. ეგ მან შეაჭეს. ცოტა მაღლა, კარგი. რასასუქი შეგა? დიამოფოსკა, აზოტი, ფოსფორი და კალიუმი კომბინირებული საკვებია. ეს ორგანულია თუ მინერალური? არა, მინერალური. თხვნისին შევიტანე, რომ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში გაიხსნება და გაზაფხულზე როცა ვაზი დაიწყებს ვეგეტაციას, მცენარე მუშაობას, ფესვთა სისტემისაც უკვე შესათვისებელ ფორმაში იქნება ისასუქი. აი ამიტომ უნდა შეიტანო შემოდგომი. და ისე მინერალურს მაინც ორგანული ჯობია რომ ამობენ არა? ორგანული ჯობია, მაგრამ ჯერ ერთი ფიზიკურად არა, ლა მე მოტანა ეს გაშლა ცოტა ზვირი ეჭდება. არც არის ამდენ რაოდენობა არც არის. თორე ორგანულ სასუქი არ არსებობს. გაზაფხულზე დაშვიდება კულტივაცია, ეხლა არის მოხნული, ამას ფიან აღარა თქნა, მიყრილია ვაზზე. მიწა იქით არის გადაყრილი, რომ ზამთრის განმავლობაში ფესვთა სისტემა არის დათბუნებული, დავინავებული. აი ეხლა ფიან ამას აღარა თქნა და გაზაფხულზე პირიქით აქეთ გადმოვყრით. კულტივატორით პირიქით აქეთ გადმოვყრით და გავაფხვიერეთ მიწას. აქ შემოდის ახლა ეტევა ისა კულტივატორი? ეხლა ეს მე ვასტა ეს არის 2 მეტრო ნახევარი. 3 მეტროზე შეიძლება გააშენო, ფართობი დიდი იკარგება. ყველაზე კარგი ვარიანტი არის 2 ნახევარი, 1 ნახევარზე ვასტა შორის 1 ნახევარი. აი სარეველებს როგორ ებძვით? სარეველებს მექანიკურად თოხი. შეგიძლია ქიმია. თქვენ რომას ჰერბიციდები. მე შრომ არ მეზარება და ვთოხავ ხოლმე. ისე ჰერბიციდიც გამოვიყენე. ისეთი ძლიერი სარეველება როგორც არის მაგალითად შალაფა, გლერტა, იმას თოხით ვერ მოსპობ, იმას უნდა ჰერბიციდი. ჰერბიციდი დამუშავებული მაგ და ის მავნესა ძალიან ძლიერი მავნესარებელები მოსპობილი აღარ არის. ეს მოსავალი იყო შედარებით ნაკლები, იმიტომ რომ გვალვა იყო წლევანდელი მოსავალი, მაგრამ სამაგიეროდ ფასი იყო კარგი და შემოსავალი თითქმის გათანაბრდა კარგ მოსავალთან შედარებით. და აი წელს როგორ სავოდებით? წელს უკეთესი უნდა იყოს. თუ მერტმაქნა და გვალვა აღარ იყო, საერთოდ ეს არის ძალიან ნაყოფიერი ადგილი, ძალიან კარგი ვენახი და მაღალ მოსავალს ავღებულო ხო ყოველწლიურად კმაყოფილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ სარწყავი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სარწყავი არ არის, მაინც ისეთი ადგილია, რომ გვალვას იტანს და გასულ წელში 10 ტონა ყურძენი მაინც დავკრიფე. როცა კაი წელიწადია კიდე 15 ტონაც დავეკრეფია. და აი ჩაბარებაზე პრობლემები? ჩაბარებაზე შაშან პრობლემა არ აქონია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ლარი და 20-დან დაიწყო და ბოლოს ლარნახევრათაც ჩავაბარე. ყვარლის ქარხანა ჩავაბარე ლარნახევრად. ასეთი ფასი არასოდეს არ აქონია ჩვენ ყურძენს. გლეხი მოუტრიალ და ვენახს. ეკამდე თუ ბაღზე გადავდიოდი და ატამზე გადავდიოდი, ეხლა ვენახზე ისევ რომ იმიტომ რომ შემოსავალზეა ყველაფერი. რა თქმა უნდა. გლეხი უყურებს შემოსავალს. ჩვენს მორიგ რუბრიკაში გაიგე მეტი თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას ამ საქმის ექსპერტებისგან შეიტყობთ. ჩვენს რაიონში დღეისათვის 2941 ჰექტარი მსხმოიარე ვენახი გვაქვს და 201 ჰექტარი გაშენდა 2013 წლის გაზაფხულით და 2014 წლის შემოდგომით. ეს რაც შეეხება ახალ შენარხებს. რადგანაც ვენახებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად საჭირო არის, რომ რაიონის მასშტაბით შეიქმნას ნიადაგის განსაზღვრელი ლაბორატორია, იმისათვის, რომ გლეხმა
არც თბილისში ირბინოს, არც იქეთ, არც აქეთ და რაიონში არსებობდეს ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრელი ლაბორატორია, რომ ამ ლაბორატორიამ განსაზღვროს სად შეიძლება ვენახის გაშენება და სად არ შეიძლება. აქვე განსაზღვრის ეს ლაბორატორია ამა თუ იმ ფართობზე, რა სასუქები შეიძლება იქნეს შეტანილი. სასუფრე ჯიშები იმდენად არის პერსპექტიული და იმდენად არის ჩვენი ფერმერებისათვის ხელსაყრელი, რომ მოსავლიანობა აქვს სასუფრე ჯიშებს ძალიან დიდი და აქ უნდა აღინიშნოს, რომ ფასი თითქმის ერთნაირი არის რქაწითელის და სასუფრე ჯიშების და ახლა საფერავს არ შეედრება, მაგრამ სამაგიეროდ სასუფრე ჯიშის მოსავლიანობა რქაწითელთან შედარებით ორმაგი და სამაგია. მოვლაპატრონობა თითქმის იგივე ჭირდება, ახლა მაინც და მაინც არ განსხვავდება დიდად, წამლობა იგივე ჭირდება, იგივე რაოდენობის მინერალური სასუქები დაჭირდება, იგივე რაოდენობის შხამქიმიკატები და ასე შემდეგ. სოფელ ანაგაში 3 ჰექტარი ვენახი აქვს ფერმერს, რომელიც ბიოწარმოებას აკეთებს ყურძნის. ეს იქნება ჩვენთვის, ხალხისათვის, ჩვენი მომავალი თაობისათვის, ჩვენი შვილებისათვის, რომ მათ გნებავთ ყურძნის სახით, გნებავთ ღვინო მასალების სახით ადამიანებმა მიიღონ სუფთა ხარისხიანი პროდუქცია. ბიოწარმოება გულისხმობს ორგანულ სასუქს და შხამქიმიკატები არ უნდა იქნეს გამოყენებული და არის პრეპარატები, რომლებიც არ შეიცავს ტოქსიკურ შხამმასალებს და აი აქედან იწარმოება ბიოლოგიური წარმოება ვენახის. ჩვენი პრობლემა აი ამ შემთხვევაში ვენახის დასამუშავებელი ტექნიკა ცოტაა. ტექნიკა, აი სახნავი ტრაქტორები, კულტივატორები ჩავდა და საათს შემდეგ. ტექნიკა რო იყოს უფრო მეტი, უკეთესია, რომ დროულად მოხდეს. ვაზის ისეთი კულტურაა, რომ საკმარისი ერთი დღე წამლობა დავაგვიანოთ, რომ მე მოსავალს, სასურველ მოსავალს ვეღარ მიიღებ, შეიძლება გაგიწუდეს. ტექნიკა ნაკლებია. არის ეს პუნქტები გაიხსნა ტექნიკის გაქრება, მაგრამ იმათ ცოტა ტარიფები მაღალი აქვს და ლეხები ერიდებიან. ტექნიკა უნდა იყოს სოფლის საკრებულოს განხორციელებაში. ყველა სოფელს რაც ეკუთვნის უნდა იყოს და იქ უნდა იყოს განსაზღვრული ტარიფი და ზედმეტს არ უნდა ღებულობდეს, მაგრამ ახლა აი ეს პრობლემა. სხვა ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემა არ არის. სასუქები არ იყო ეკონომი შემოიტანეს, შემოდის სასუქები. ხო და სასუქების ფასი თუ ცოტაში უფრო შეღავათიანი იქნება უკეთესი. დიდი მადლობა ბატონ ფარნავას. მე მადლობა რომ გავწადეთ და ძალიან ბევრი სასარგებლო გავიგე მე პირადად. იმედია მაყურებელმაც. ხო უნდა მაქვს ოღონდ. ხო გამისხალი ვენახი. რთველზე მოპატიჟებული ხარ. თუ არ მოხვიდე, იცოდე მეწყინება. რთველზეც დავპატიჟეს. უკვე გაიცით, ვენახი იცით და გეპატიჟები. ხო, აი ხა ჩემი გასხულმა იმან როგორი შენი გასხული როგორი მოსავალი მიიღო. ხო, უნდა დაინტერესდე. თოსის დავპატიჟეს. მაგალითად მე აქ დაგემშვიდობებით და დემეტრე ერგემნიძე კი სამოხმარებლო სიუჟეტით გელოდებთ. საქართველოში ვაზის მოვლისა და მოშენების მდიდარ ტრადიციას საუკუნეების მანძილზე იცავდნენ და თაობიდან თაობას გადასცემდნენ ჩვენი წინაპრები. რა მარჯვენამ მოგიყვანა აქა ჯიშიან შენა. სწორედ ამ კულტურის დამსახურებაა დღეს საქართველოში ყურძნის 500-მდე ჯიში რომ გვაქვს. მსოფლიოში ვაზი ყველაზე მეტად საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთშია გავრცელებული. ყველა ქვეყანაში ვენახის მოვლის განსხვავებული ტრადიცია აქვთ. ვენახის გაშენება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. ნერგების ჩაყრამდე მნიშვნელოვანია ჩავატაროთ ნიადაგის ანალიზი და შევისწავლოთ გარემო, სადაც სამეურნეო პროცესის წარმოებას ვგეგმავთ. კარგია სანამ ჩაყრი, თავიდან გააკეთო მიწის ანალიზი, რომ რა აკალია სიტყვაზე მეტიწილად ვაზი ფოსფორს ათხოვობს. ნიადაგის შესწავლის შემდეგ მნიშვნელოვანია სწორად გავთვალოთ მცენარეების განლაგება და სიმჭიდროვე. რიგებს შორის მანძილი ჯიშების მიხედვით 2-დან 2.5 მეტრამდე უნდა იყოს. ერთ რიგში კი მცენარეებს შორის მინიმუმ 1 და 30 სანტიმეტრის დატოვება აუცილებელი. მე მაგ ფიზიკურად ჩაყრილი აქა 2 და 20 მეტრ-40-ზე. გექტარზე მიდის 3300 ძირი. მაგრამ თუ ყრით 2-ზე და ან მეტრ-40-ზე და მეტრ-30-ზე 3600 მიდის. ფართი რაც სიგანი აქვს, უფრო კარგა გამოდის ყოველთვის. ახლა საფერავი მეტად გადაშლილი არის ყოველთვის, ხოლმე ხაციცელი მეტად სწორედ ამოდის და სწორედ არის.
დარგვიდან 2 წლის განმავლობაში ვაზს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. წელიწადში 10 ჯერ უნდა შეიწამლოს და დამუშავდეს ყველა მავნებლისა და დაავადების საწინააღმდეგო საშუალებით. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მევენახეები აგროტექნიკურ ღონისძიებებს უკვე გამოცდილების მიხედვით გეგმავენ. შეწამვლის საჭირო რაოდენობა 7-მდე მცირდება. სამუშაოები კი არა მცენარის, არამედ ყურძნის ხარისხისა და რაოდენობის ზრდისკენაა მიმართული. მესამე წელს ვენახი მოსავალს იძლევა. 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე საქართველოში რთველია. ეს წლის ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი და მათრობელა პერიოდია. თუმცა სანამ ვაზი ყურძენს მოისხამს, მასთან მუშაობა მთელი წლის განმავლობაშია საჭირო. კარგი გლეხი, მთელი ზამთარი არ უნდა ისვენებდეს, იმიტომ რომ ვენახს უთქვია, რომ შემოხვალ გამოყვებიო და გახვალ და იქაც გამოყვებიო. ესე იგი, თუ ვენახიდან გავალთ, იქ უკვე აღარაფერი არ იქნება რა, მოსავალს არ მოგწევს. ვენახის წელიწადი კალენდარული წლის ბოლოს იწყება. ამ პერიოდში ის რთველის ნარჩენებისაგან სუფთავდება და მომავალი სეზონისათვის მზადდება. შემოდგომიდან იწყება საერთოდ ვენახის დამუშავება. ჯერ უნდა დავასუფთავოთ, კარგად გავასუფთავოთ და შემდეგ უნდა მოიხნას. მოხნის შემდეგ უკვე ვენახს უნდა ვაზებს გამობარვა. 4 თოხნა უნდა მაინც. სისუფთავე უყვარს ვაზს საერთოდ. ამ ღონისძიებებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გასხლა. ის აუცილებელია იმისათვის, რომ მცენარე მიღებული საკვები სწორად გადაანაწილოს. ეს პროცედურა ხელს უწყობს ნაყოფის ზრდას და მწიფობასაც. ყურძნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი ტოტები და ფოთლები არ უჩრდილავდეს მზეს. გასხლის შემდეგ ხდება დაკავება, ჯერ უნდა ესე იგი ვაზის ძირი დავაკავოთ მავთულზე, კარგად. შემდეგ ესე იგი გადავწევთ ასე ისეთნაირად, რომ ტოტი ეხლა მაგალითად გაყინული არის და არ შეიძლება რომ არ დაზიანდეს. შემდეგ აქ დავამაგრებთ და შევკრავთ კარგად. დაკავების შემდეგ მცენარე დამხმარე ტოტებს ამოიღლის. მათ შორის ყველაზე სუსტად განვითარებულები უნდა მოიჭრას იმისათვის, რომ ძლიერმა ლერწებმა მეტი საკვები და სივრცე მიიღონ ნაყოფის განვითარებისათვის. გასხვლას გადარჩენილი ტოტები კი უნდა აიხვეს მათი საჭირო ფორმით გასაზრდელად. ამისი მოვლა, აი რასაც თავის დაბარვა, გასხლა, კავება, გაფურჩქვნით, ახვევით, თავის წამლით გექტარი ჯდება 4000 ლარამდე. ვაზის მოვლის პროცესი კიდევ უფრო მრავლის მომცველია. დეტალური ინფორმაციას მეურნეებს საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები აწვდიან. წარმატებული რთველის შემდეგ ქვეყანაში ვენახის გაშენების სურვილი ბევრს გაუჩნდა. მარტო შარშან ჩვენ მუნიციპალიტეტში 200 გექტარზე მეტი ახალშენი ვენახი გაშენდა. ეს რა თქმა უნდა იმ დიდი წარმატებული რთვლის ამბავია, რომელიც 2013-ში და 2014-ში ჩატარდა. თითქმის 1 კილოგრამი ყურძენის კი არ დარჩენილა, რომ ჩვენ ფერმერს დარჩენოდა ამ ბაზარზე გასატანი, ან ქარხანაში ჩასაბარებელი, ან საერთოდ დასაბინავებელი. სამინისტროში ამბობენ, რომ მზად არიან მოამარაგონ ნერგებით ნებისმიერი მსურველი. სოფელ ჯიხაურაში სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ვაზის სხვადასხვა ჯიშის ნერგების გამოყვანაზე მუშაობს. სადედა და სანამყენე ლერწების დამყნობით ისინი იღებენ ნერგებს, რომლებიც მზადაა ზრდისა და გამრავლებისათვის. ძირითადად ჩვენთვის სამიზნე ადგილი და წერტილი არის აი ეს. ანუ საძირე რქა, რომელსაც შემდგომში ყნობისთვის ვიყენებთ. ყნობის პროცესი როგორ მიმდინარეობს, შეგვიძლია უკვე ვნახოთ სტაციონარულ პირობებში. სასტრატიფიკაციო კამერიდან გამოტანილი ენერგია, რომელიც შენახულია ნახერხის ფენებთან ერთად, ინვითარებს კალუს, ეს არის უკვე შეხორცების ადგილი. შემდგომში უკვე ეს ენერგია გადაგვაქვს ღია გრუნტში, სადაც ვატარებთ ყველა აგროტექნიკურ ღონისძიებას, რომელიც აუცილებელია ენერგიის აღზრდისათვის. ჩვენი ამოცანა არის, რომ მივაწოდოთ ადგილობრივ სანერგეებს, ზუსტად ეს როგორც საძირეები, ასევე სარგავი მასალა იმ მიზნით, რომ შემდგომში მათ მოახდინონ მათი რეპროდუქცია, გამრავლება და გავრცელება უკვე ფერმერულ მეურნეობებში. ვაზის დარგვის ყველაზე ოპტიმალური დრო ადრეული გაზაფხულია, როდესაც ნიადაგმა უკვე დაიწყო გათბობა, მაგრამ ჯერ კიდევ ნოტიოა. ეს პერიოდი რეგიონების მიხედვით თებერვლის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე მერყეობს. რა სამუშაოების არ უნდა ჩაატაროს მევენახემ, ყველაზე მთავარი მაინც ვაზის სიყვარულია, რომელიც ყველა შესაწამლ საშუალებაზე უკეთ ზრდის ვენახს.
გასულ კვირას სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ოთარ დანელია ბერლინის სურსათის სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენას მწვანე კვირეული 2015-ს დაესწრო. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, ჩაი, ყველი, თხილი და ქართული ნუგბარი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პოპულარიზაციისა და მისი ევროპულ ბაზარზე დამკვიდრების თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტში თხილი ლიდერობს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით მისი გაყიდვით მიღებულმა თანხამ გასულ წელს 183 მილიონს გადააჭარბა, რაც საერთო ექსპორტის 6.4%-ია. თხილი მცირედი უსწრებს ქართულ ღვინოს, რომელმაც ქვეყანაში შარშან 180 მილიონი ამერიკული დოლარი შემოიტანა. შიდა ქართლში სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ცხინვალის გამყოფ ხაზთან მდებარე ზეღდულეთის თემის სოფლების კირბალისა და ბერშუეთის სარწყავი წყლით უზრუნველსაყოფად გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანია სამუშაოებს ატარებს. პროექტის ფარგლებში აშენდება ახალი სატუმბი სადგურები, აღდგება მიწის კალაპოტიანი არხების საპროექტო კვეთი და მოეწყობა წყალგამშვები კვანძები. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ლარს აღწევს. ჩვენ ეს ობიექტი 2014 წელს დავიწყეთ, 2015-ში დავასრულებთ. სოფელ კირბალში და სოფელ ბერშუეთში 200 ჰექტარი მიწის ფართობი გასარწყავდება, რომლითაც 200 ოჯახი ისარგებლებს. ქართული მწვანილი რუსეთში ისევ შევა. მხარეები ექსპორტთან დაკავშირებულ წესებზე შეთანხმდნენ. ამ წესების მიხედვით საქართველოში ლაბორატორიული ექსპერტიზის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებამდე მხარეები ერთობლივად განახორციელებენ მწვანილის ფიტოსანიტარული სერტიფიცირების წინმძღვრებ პროცედურებს. პროდუქციას რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას ყველა საჭირო ლაბორატორიული ანალიზი და ექსპერტიზა ჩაუტარდება როსელხოდნადზორის დაქვემდებარებაში არსებულ მცენარეთა კარანტინის ცენტრში. ეკონომიკის სამინისტრომ სახელმწიფო ქონების აღწერა დაიწყო. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო და სხვა ტიპის ტერიტორიის ინვენტარიზაცია, ასევე ინფორმაციის შეგროვება ამ მიწებზე მდებარე შენობების შესახებ. ქონების აღრიცხვა ხელს შეუწყობს მოსახლეობის მიერ ქონების დამტკიცებისა და პრივატიზების პროცესის დაჩქარებას. საპილოტო პროექტი 2013 წლის მარტში დაიწყო და 2016 წელს დასრულდება. მოსახლეობამ, ასე ვთქვათ, სარგებელი შეიძლება მიიღოს შემდეგი რომ თქვათ დაურეგისტრირებული უძრავი ქონებები, რომლებიც არის, შეიძლება რომ თქვათ არ ქონდეს დარეგისტრირებული ადამიანს და ამ მოკვლევის საფუძველზე აღმოჩნდეს რომ არის ადამიანის, თვითონ მოქალაქის, რომელიც ხელს შეუწყობს მის თქვათ გატარებას ელექტრონულად საჯარო რეესტრში. ქართულ კარტოფილს, ჩაის, თაფლსა და მურაბას გეოგრაფიული ინდიკატორები მიენიჭება. სიახლე ევროპულ ბაზარზე გასატან პროდუქციას შეეხება. ასეთი ფორმით დაცული იქნება საქართველოს ინტელექტუალური საკუთრება. მომხმარებელს კი მეტი ინფორმაცია მიეწოდება პროდუქტის წარმომავლობის შესახებ. 2015 წლის 1 იანვრიდან მკაცრდება ღვინის ხარისხზე კონტროლი. ისინი ვინც ჩამოსასხმელ ღვინოს სარეალიზაციოდ აწარმოებენ, ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე მართავთ. დაუშვებელია სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის წარმოება ყურძნის ჭაჭის, ლექისა და ქიშმიშისაგან, ანუ სუროგატის შექმნა. გამოხდისათვის განკუთვნილი შემაგრებული, ეგრეთ წოდებული დასპირტული პროდუქტის გამოყენება სხვა საწარმოო მიზნით. წყლის დამატება სუფრის ადგილწარმოშობის დასახელების, ცქრიალა და შუშხუნა ღვინოებისათვის ეთილის სპირტის დამატება. მღებავი არომატული ნივთიერებებისა და ესენციების დამატება. ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე საქაროზას დამატება, დადუღებისათვის ან მასში შაქრის მასური წილის კონდიციამდე მიყვანის მიზნით. შაქრის სიროფის ხსნარის, გლიცერინის, სპირტის, მღებავი ნივთიერებების, მჟავების, ესენციებისა და სხვა ნივთიერებების კუპაჟირების გზით ხელოვნური ღვინის წარმოება. ჰიბრიდული ჯიშებით ღვინის დაყენება და სხვა ჯიშებად გასაღება. გეოგრაფიული ადგილწარმოების, ყურძნის ჯიშის, მოსავლის თარიღის, მწარმოებლის, ქვეყნის, მეთოდის და სხვა ინფორმაციის გაყალბება. ეტიკეტის ფალსიფიცირება. ფალსიფიკაცია დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
აი დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელიც მთლიანად მიეძღვნა, მე ვიტყოდი ჩვენთვის საკულტო კულტურას. შევხვდებით ისევ ფერმაში. კვირა დღეს პირველის ნახევარში.